მოგესალმებით. დღევანდელი კომიტეტის სხდომა შეგვიძლია გახსნად გამოვაცხადოთ. დღეს გვაქვს გაერთიანებული კომიტეტის სხდომა ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გაერთიანებული სხდომა და განსახილველად გვაქვს ერთი საკითხი, ეს არის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის მოსმენა. თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ აქვს გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებს, გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. შემოგიერთებით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის quorumიც გვაქვს, დღის წესრიგიც იგივე გვაქვს ჩვენს, ასე რომ გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა, შეგვიძლია გავაქცევთ. მადლობა ლევან. ახლა მინდა ვთხოვ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ზურაბ ეზუგბაიას, რომ წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიში, როგორც მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საკმაოდ ბევრი დირექტივის ტრანსპოზიცია. ამ დირექტივების ერთი ნაწილი ასევე გათვალისწინებული არის ენერგეტიკული გაერთიანებაში გაწევრიანების ხელშეკრულებითაც. გვაქვს რამოდენიმე დირექტივასთან მიმართებით დუბლირება. ამასთან შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვითი მმართველობის სფეროში ჩვენ პრაქტიკულად ყველა დირექტივა უკვე გამოტანილი გვაქვს ეროვნულ კანონმდებლობაში და ახლა მიმდინარეობს დარგობრივი მიმართულებით კანონმდებლობის ფორმირება. პროცესი საკმაოდ შრომატევადია. ჩვენ უკვე დაახლოებით 8 სრულიად ახალი კანონი გვაქვს მიღებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ ვთქვათ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე. დარჩენილი გვაქვს კიდე საკმაოდ ბევრი ახალი კანონი მისაღები და დღეს ბატონი ზურაბი მოგვახსენებს როგორც ასე ვთქვათ საომალო საქმიანობის გეგმის შესახებ გვეტყვის ინფორმაციას, ასევე იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით მოგვახსენებს, რომლის მიღება გარკვეულწილად გვევალებოდა ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ საინტერესო წარიმართება ჩვენი კომიტეტის სხდომა და გვექნება შესაბამისი კითხვები. გთხოვთ ბატონო ზურაბ, ამასთან დავამატებ, რომ ჩვენ სამინისტროსთან ბუნებრივია ურთიერთობა გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ, გაიგზავნა სამინისტროში წერილი იმ დავალიანებებთან მიმართებით, რომელიც ჩვენ შესასრულებელი გვაქვს, შესაბამისად მივიღეთ შესაბამისი პასუხები სამინისტროს მხრიდან და ახლა ბატონ ზურაბს ვთხოვთ, რომ უფრო დეტალურად წარმოგვიდგინოს ანგარიში. გთხოვთ ბატონ ზურაბ. მადლობა. მივესალმები პატრიციულ კომიტეტის თავმჯდომარეებს, მივესალმები პარლამენტის წევრებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი საქმიანობის დაგეგმვის და სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრის კუთხით ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე პროექტების ფორმირება და იმ ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა, რაც საქართველოს აქვს ნაკისრი. ზოგადი ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ ევროპის გარემოს დაცვითი პოლიტიკა მოიცავს 4 ფუნდამენტურ მიზანს, ესენია პირველ რიგში გარემოს დაცვა და მის ხარისხის გაუმჯობესება, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ბუნებრივი რესურსების გონივრული და რაციონალური გამოყენება და საერთაშორისო დონეზე ზომების მიღება რეგიონალური ან გლობალური გარემოს დაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად. საკანონმდებლო დაახლოების კუთხით მოგახსენებთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოს დაცვითი დირექტივიდან ან რეგულაციიდან საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 21 სამართლებრივ აქტთან მიმართებით. მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის შემდგომ სამართლებრივ აქტებთან დაახლოების მიზნით, რაც მიმდინარე და სამომავლო ამოცანებს წარმოადგენს. ეს არის მასშტაბური ავარიების შესახებ დირექტივა, ქიმიური ნივთიერებების და ნარევების რეგულაცია, სამთო ნარჩენების დირექტივა, ავტოგასამართ სადგურებში აქროლებადი ნაერთების გაფრქვევის კონტროლის შესახებ დირექტივა, ბუნებრივი ჰაბიტატების და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის და გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ დირექტივები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ახლა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე წარმოადგენს
სამინისტროსა და დარგობრივი კომიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ობიექტს, ეს გახლავთ ენერგეტიკული გაერთიანების სამლოცველო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების პროექტი, ეს არის ცვლილებები გარემოს დაცვის შესახებ კანონში. ამ ცვლილებების მიზანი გახლავთ მონიტორინგის, ანგარიშგების და დამოწმების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში, რომელიც იქნება ჰარმონიზებული ევროპულ სტანდარტებთან. კანონპროექტი რამოდენიმე წლის წინ იქნა დამუშავებული, შემდგომ წარმოდგენილი იყო პარლამენტში, გასულ წელს ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა ჰქონდა როგორც იურიდიულ კომიტეტთან, ასევე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და ამ თანამშრომლობის შედეგად პირველი მოსმენით კანონპროექტი მიღებულია, დამუშავებულია ტექსტი მე მგონი მეორე მოსმენისთვისაც და იმას გამოვთქვამთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე ამ მხრივ წინ წავიწევთ და ეს კანონპროექტი იქნება მხარდაჭერილი. მიმდინარეობს ასევე მუშაობა გარემოს დაცვის შესახებ ამ კანონში ამ ცვლილებებით გამოწვეული კანონქვემდებარე ბაზის განვითარებას, ანუ წინსწრებით სანამ კანონპროექტი იქნება მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ მისი მრავალი დებულება მომდევნო პერიოდში ამოქმედება, ეს არის 2027, 28, 29 წლების პერიოდი, უკვე წინსწრებით ჩვენ კანონქვემდებარე ბაზაზედაც მუშაობთ და კერძოდ სამუშაო ჯგუფებია შექმნილი ასეთ პროექტებზე, როგორც არის სათბურის აირების ემისიების მონაცემთა დამოწმების წესის დამტკიცება და სათბურის აირების ემისიების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები. შემდეგი მიმართულება, რაც გაგვაჩნია, ეს არის სამომავლო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომლის შედეგადაც შესაძლებელია მოლაპარაკების პროცესში გაფართოვდეს საქართველოს ვალდებულებები და საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულება გავრცელდეს ევროკავშირის შემდეგ დირექტივებთან მიმართებაში, როგორც არის გარეული ფრინველთა დაცვის დირექტივა, ბუნებრივი ჰაბიტატების დირექტივა, წყლის ჩარჩო დირექტივა, მიწისქვეშა წყლების დამიძურებისგან დაცვის შესახებ რეგულაცია, წყლის პოლიტიკის სფეროში გარემოს დაცვითი ხარისხის სტანდარტების შესახებ, წყლის სტატუსის ქიმიური ანალიზისა და მონიტორინგის ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ დირექტივები. ჩვენი მოხსენება არის ახლა დარგობრივი კუთხით დაყოფილი რამოდენიმე მიმართულების მიხედვით და თანმიმდევრობით მიყვები ამ თემატურ საკითხებს. პირველი გახლავთ ატმოსფერული ჰაერის დაცვა. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მოხსენებაში ფოკუსი გაკეთებული 2025 წლის განმავლობაში განხორციელებულ მოქმედებაზე, მაგრამ ზოგიერთ ასპექტზე მოგახსენებთ, რაც მიმდინარე წელსაც არის დაგეგმილი. კერძოდ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი სამინისტროს საქმიანობაში. გასულ წელიწადს მიღწეული შედეგების მხრივ შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ სახელმწიფო უწყებებთან და შესაბამის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა და შემდგომში საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025 წლის 2027 წლების გეგმა. ასევე მინისტრის ბრძანებით შეიქმნა დასავლეთ ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი და შედგენილია პირველადი სამუშაო ვერსია ამ მართვის გეგმის. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შემუშავდა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ზონების და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომში ამ მხრივ მონიტორინგის განვითარების სისტემის განვითარებას. 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ემისიის ევრო 5 სტანდარტი სრულად შევიდა ძალაში, კერძოდ იგი ამოქმედა სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის. ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით ევროკავშირის მხარდაჭერით შეძენილი იქნა 10 ავტომატური სადგური, რომელთაგან 5 განთავსდა ქალაქ ფოჩი, ოზურგეთში, ზესტაფონში განთავსდა 2 სადგური და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენში, რომელიც რუსთავის მიმდებარედ მდებარეობს. დანარჩენი 5 სადგურის განთავსების სამუშაოები მიმდინარეობს 2026 წელს და წლის განმავლობაში იქნება ეს ამოცანა მთლიანად შესრულებული. 37-მა მსხვილმა საწარმოომ დანერგა ჰაერში გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა, რომელიც ასევე გვაძლევს ჩვენ მონაცემებს და საშუალებას, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ მოვაქციოთ ჰაერის ხარისხის მდგომარეობა. 2026 წელს მიმდინარეობს შემდეგი პროექტები. კერძოდ
უკვე შემუშავებულია ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მთავრობის დადგენილებაში და ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე და ასევე მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების პროექტები. სინჯების აღების სისტემის შესაქმნელად და ანალიზის მეთოდების დასადგენად შემუშავდა ტექნიკური რეგლამენტი ზოგიერთ ხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობის დადგენის შესახებ ნორმატიული აქტი. სამრეწველო ემისიების შესახებ კანონის ახსნილების უზრუნველყოფის მიზნით მომზადდა მთავრობის დადგენილების პროექტები. წვის დაანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, ტექნიკური რეგლამენტის საქმიანობების და ობიექტების დაანადგარების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს დამტკიცების თაობაზე და ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. ასევე შემუშავებულია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების სამი საქმიანობისათვის, ეს გახლავთ ცემენტის, კირის, მაგნიუმის ოქსიდის წარმოება, თუჯის და ფოლადის წარმოება, ინტენსიური მეფრინველეობა და მეღორეობის მიმართულებები. ეს პროექტები ამ პროექტებზე გრძელდება სამუშაო პროცესი, ასევე გვაქვს კონტაქტები ბიზნეს წარმომადგენლებთან და უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება მათი სამართლებრივ სივრცეში მოქცევა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება ავტომატური სადგურების საშუალებით, როგორც მოგახსენეთ, რამოდენიმე სადგური გასულ წელს დაინერგა და დანარჩენი იქნება წლის განმავლობაში 2026 წლის ბოლომდე შეყვანილი ექსპლუატაციაში. 25 წელს მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების განთავსებისთვის მოძიებული ადგილების გარემოს ეროვნულ სააგენტოს კუთვნილებაში გადაცემის ღონისძიებები, რომელიც ასევე ერთ-ერთი კომპონენტია ამ პროექტის რეალიზაციის. ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები ჩატარდა 48 დასახლებულ პუნქტში. რაც შეეხება წყლის რესურსების მართვას, 2025 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მდინარეთა აუზების, სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე. ასევე 25 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება სააუზო მართვის, საკონსტიტუციო საკანონმდებლო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ. შემუშავდა ალაზანი იორის მდინარეთა სააუზო მართვის გეგმის პროექტი. გეგმიური ჰიდროლოგიური მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა ესე იგი ანალიტიკური სამუშაო და სინჯების აღება 74 წყალ პუნქტზე. ჰიდროგეოლოგიური მასალების დამუშავების საფუძველზე შეირჩა დამატებითი წყალპუნქტები და მათაც გაგრძელდება კვლევები. ანალოგიური კვლევით სამუშაობა მიმდინარეობს ნიტრატებით დამინძურებული ან დამინძურების რისკის ქვეშ ყოფი მიწისქვეშა წყლების იდენტიფიკაციის მიზნით. ზედაპირული წყლის ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა 238 წერტილში. ასევე 2026 წელს დაგეგმილია 252 წერტილში ასევე ზედაპირული წყლის ხარისხის მონიტორინგის კვლევის ჩატარება. ზედაპირული წყლების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით 25 წელს მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზში განხორციელდა ბიოლოგიური მონიტორინგიც, ყველა ძირითადი ბიოლოგიური ხარისხის ელემენტის გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნით. კერძოდ, ეს არის თევზები, მაკრო უხერხემლოები და წყლის ფლორა. შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი ტარდება უკვე 14 ლოკაციაზე. 2026 წელს მიმდინარეობს წყალდიდობის საფრთხის და რისკის რუკების ანალიზის საფუძველზე რისკის მართვის გეგმების შემუშავება. რიონის, ენგურის, ჭოროხი აჭარისწყლის, მტკვრის, ხრამის, იორის და ალაზნის მდინარეთა აუზებისთვის. და წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის შესაბამისად განსაზღვრული ნორმატიული აქტების საბოლოო პროექტების მომზადება დასკვნით ფაზაში შედის და მათ შორისაა ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე და სააუზო მართვის გეგმების შემუშავების განხილვის და დამტკიცების პროცედურების შესახებ დოკუმენტები. შემდეგი მიმართულება არ გახლავთ ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების მართვა. ამ მხრივ ცენტრალური პროექტი, რომელსაც სამინისტრო მუშაობს, გახლავთ ნადირობის შესახებ კანონპროექტი, თანხლებ კანონპროექტებთან ერთად. ეს საკანონმდებლო პაკეტი უკვე სამთავრობო დაწესებულებებთან არის განხილული, ძირითადად შეთანხმებები მიღწეულია და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტის წინაშე. ალგეთის ეროვნულ პარკში განხორციელდა პროექტი ირმის პოპულაციის აღდგენის მიზნით, რაც მოიაზრებს ირმის საშენის მოწყობას და მართვას. ასევე ხორციელდება დამატებითი ღონისძიებები სახეობათა აღდგენის გეგმის შესაბამისად. დღეს მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს
929,996 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის უკვე თითქმის 14%-ს მიუახლოვდა. და ამჟამად ქვეყანაში IUCN-ის დაცული ტერიტორიების 6-ვე კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია დაარსებული. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაფართოვდა რაჭის ეროვნული პარკი, დაფუძნდა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი, გვაქვს მატება ვაშლობის ხეობის მოქცევის შედეგად არსებული დაცული ტერიტორიის ფარგლებში და სოფელი ტბათანას მეშვეობით გაფართოვდა თუშეთის დაცული ლანდშაფტი. ასევე დამტკიცდა 5 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა, კერძოდ ეს არის ფშავ-ხევსურეთი, იმერეთი, მაჭახელა, მარიამჯვარი და ერუშეთი. 2026 წელს მიმდინარეობს ახალი დაცული ტერიტორიების დასაარსებლად სათანადო მუშაობა, რეგიონები, რომლებშიც გათვალისწინებულია და იგეგმება ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა, ეს გახლავთ სვანეთი, სამეგრელო, ლეშხუმი და კახეთი. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება. ამ მხრივ 2025 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას წარადგინა საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინება და ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიში. შემუშავდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების, როგორც არის მეწყერი, ყვარცობი, წყალდიდობა, ზვავი, ძლიერი ქარი, სეტყვა, გვალვა, ზონირების და რისკების რუკები საქართველოს 11 ძირითადი მდინარის აუზისთვის. 2025 წელს დამონტაჟდა დამატებით 4 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური საგუშაგო და 16 ძველი სადგური საგუშაგო ჩანაცვლდა ახლით. აქვე გეტყვით, რომ 2026 წელსაც გრძელდება ეს სამუშაო და 3 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური საგუშაგო არის გათვალისწინებული. ჯამური რაოდენობა ასეთი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური საგუშაგოების მიაღწევს 271 ერთეულს ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად. განხორციელდა მდინარე დურუჯის ხეობაში არსებული ღვარცოფული პროცესების მოდელირება სპეციალური პროგრამული მოდულის მეშვეობით. მომზადდა ანგარიში გზამკვლევი, როგორც დამცავი ღონისძიებების გატარების, ასევე მონიტორინგული სამუშაოების მიმართულებით. ფართოვდება გეოლოგიური მონიტორინგის ქსელი და შესყიდული იქნა მონიტორინგული სისტემები დამატებით 11 მეწყვილ სხეულზე დასამონტაჟებლად. ამ სამუშაოების დასრულება დაგეგმილია ასევე 2026 წელს. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმების შემუშავება მიმდინარეობს 7 მდინარის აუზისთვის, ეს არის ჭოროხი, აჭარისწყალი, ენგური, რიონი, მტკვარი, ალაზანი, ხრამიქცია, იორი. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მეწყლის მონიტორინგის სისტემების აღჭურვილობის ინსტალაციისთვის საჭირო სამუშაოები. კიდევ ერთი მიმართულება გახლავთ ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვა. ამ თვალსაზრისით ღირებულია მოგახსენეთ ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციიდან გამომდინარე 25 წელს დამტკიცდა წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლის გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელების და რეგულირების წესის თაობაზე დოკუმენტი. განხორციელებულია ელექტრომომარაგების სექტორში არსებული მოწყობილობების ინვენტარიზაცია პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველობაზე. აღებული იქნა დიელექტრიკული ზეთის 6000 სინჯი, დაგეგმილია დამატებით 1000 სინჯის აღება ამ კვლევის ჩასატარებლად. პლასმასის პრევენციის მიზნით მოგეხსენებათ, რომ მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის ნომერ 503 დადგენილებაში ცვლილება, ეს გახლავთ ტექნიკური რეგლამენტი სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასმასის მასალებისა და ნაკეთობების საგნების შესახებ დამტკიცების თაობაზე. ნარჩენების მართვის 2022-26 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში მოწონებული იქნა მთავრობის მიერ 2026 წლის 30 იანვრის განკარგულებით. წარმოების გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულია 20,000-ზე მეტი მწარმოებელი. ეს არის ნარჩენი ზეთების, საბურავების ნარჩენების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების და ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების სეგმენტები. 2026 წელს მიმდინარეობს ქიმიური ნივთიერების და ნარევების შესახებ კანონის პროექტის შემუშავება. შემუშავებულია უკვე და მთავრობის დადგენილების პროექტი ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ, რომელიც გახდება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი პესტიციდების ჭარბი გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად. მდგრადი ორგანული დამბიძურებლების შესახებ სტოკჰოლმის კონვენციიდან გამომდინარე შემუშავებულია მდგრადი ორგანული დამბიძურებლების შესახებ 27-31 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი დასამტკიცებლად. ასევე მოგახსენებთ ხმარებიდან ამოღებული ავტოსანტრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის
თაობაზე, რომელზედაც დასრულდა მუშაობა და შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტია, რომელზედაც ასევე დასკვნით ფაზაშია სამუშაო პროცესი. ნარჩენების მართვის 2027-30 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაც მიმდინარეობს უბრალოდ დასრულებულია გასულ წელს. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება. ისტორიული დაჯგუფებული ნარჩენების უსაფრთხო განთავსების მიზნით დასრულდა სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ აქ აშენდა სარკოფაგი და განთავსდა ცანა 3-ის ტერიტორიაზე არსებული დაჯგუფებული ნარჩენები, ანალოგიურად ხდება კონსოლიდაცია ცანა 1 და ცანა 2-ის ტერიტორიაზე არსებული ამ სახიფათო ნარჩენების სარკოფაგში მოსათავსებლად. ამ პროექტის დასრულების შემდეგ სახიფათო ნარჩენების ერთიან სისტემაში მოექცევა ეს ტერიტორიაც. იგეგმება სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ისტორიული ნაგავსაყრელის მოწესრიგება, კონსერვაციაც. შემდეგი მიმართულება გახლავთ თევზჭერა და საზღვაო მმართველობა. ამ მიმართულებით 2025 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების მართვის გეგმა. 25 წელს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში სარეწაო თევზის რესურსების შეფასების მიზნით განხორციელდა დემერსალური და ჰიდროაკუსტიკური კვლევები. ის შედეგად მიღებული ბიოლოგიური და რაოდენობრივი მონაცემები გამოყენებული იქნა თევზის მარაგების მდგომარეობის შესაფასებლად და 2025-26 წლების სარეწაო სეზონის პროგნოზირებისათვის. მიმდინარე წელს განხორციელდება თევზჭერის და აკვაკულტურის ნებართვის ლიცენზიის ელექტრონული განაცხადის ფორმების და ელექტრონული ანგარიშგების სისტემის დანერგვა. 25 წელს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ საქმიანობებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაიცა 168 გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის გადაწყვეტილება, 73 გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დასკვნა, 65 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ფარგლებში გაიცა რეკომენდაციები 10 სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებაზე. და ბოლო მიმართულება გახლავთ კონტროლისა და ახსულების სისტემა. ამ მხრივ გარემოსდაცვითი ზენახულობის დეპარტამენტი უნდა გამოყოთ, რომელიც ახორციელებს კონტროლს ორი ძირითად სეგმენტში, ეს არის გარემოსდაცვითი პატრულირება და გარემოსდაცვითი ინსპექტირება. გეზდეში განახლდა ავტოპარკი გასულ წელს მაღალი გამძლეობის ავტომანქანებით, შეძენილ ასევე პლანშეტები დეპარტამენტის თანამშრომლობისთვის. მათი აღჭურვილობა გაიზარდა ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების გამზომი და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის საზომი ხელსაწყოებით. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხორციელდება მონიტორინგი ჰაერის ემისიების განგზობადი მონიტორინგის ვალდებულების შესაბამისად, სადაც 25 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია უკვე 36-ზე მეტი დიდი სტაციონარული ობიექტი და ამ ყველა საწარმოებდა ხდება უწყვეტი მონაცემების მოწოდება. აშენდა და სრული საოფისე ინვენტარით აღიჭურვა გეზდეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა ქუთაისში. ასევე აშენდა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა გეზდეს კახეთის რეგიონული სამმართველო თელავში. დასრულდა კაპიტალური რეკონსტრუქციები შემდეგ ლოკაციებზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო მცხეთის ადმინისტრაციული შენობა, სამცხე-ჯავახეთში ახალციხის ადმინისტრაციული შენობა. კონტროლის შედეგების თვალსაზრისით მოგახსენებთ, რომ 25 წლის განმავლობაში გეზდეს მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10597 ფაქტი გამოვლინდა. აქედან ადმინისტრაციული 9980 ფაქტი, სისხლის სამართლის 617 ფაქტი, 6016 საჯარიმო ქვითარი ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის იქნა გამოწერილი და გარემოზე მიყენებულმა ზიანმა გეზდეს გაანგარიშებით შეადგინა 4 მილიონ ლარზე მეტი. 2026 წელს გრძელდება დეპარტამენტის აღჭურვილობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, ასევე მისი სტრუქტურული და ორგანიზაციული სრულყოფა. ამ მხრივ გამოყოფთი წყლის რესურსები და სამრეწველო ემისიების კანონებიდან გამომდინარე ინსპექტირების დამატებას, დაწყებულია შესაბამისი მუშაობა გეზდეს სტრუქტურაში, ასევე გამოყოფთი ახალი შენობების მშენებლობას ისეთ ლოკაციებზე, როგორც არის გორი, ოზურგეთი, რუსთავი, გურჯაანი, წალკა, დედოფლისწყარო, წნორი, ყაზბეგი, ბორჯომი, ნინოსმიდა, საჩხერე, მარტვილი, მესტია, ფოთი და ცაგერი. ყველა ამ ლოკაციაზე იგეგმება ახალი ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის დაწყება და გეზდეს წარმომადგენლობების გახსნა განყოფილებების და ქვენგანყოფილებების სახით, რაც მოგცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი ეფექტურობით განახორციელოს ამ დეპარტამენტმა თავისი ფუნქციები და
მოიცვას უფრო მეტი ტერიტორია. ეს არის ჩვენი ანგარიში ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მდგომარეობაზე და მზადვარ კითხვებისთვის და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ბატონო ზურაბ. ისარგებლებ შემთხვევით და სანამ ჩემს კოლეგებთან გადავალ კითხვებით მე დავსვავ რამდენიმე კითხვას. კითხვა მაქვს მათ შორის თქვენ თემებზე, რომლებიც თქვენ წამოწიეთ ანგარიშის წარდგენის დროს, ოღონდ უშუალოდ ასოცირების ხელშეკრულებას, რაც უკავშირდება. კონკრეტულად მაგალითად, თქვენ ახსენეთ მასშტაბური ავარიების საფრთხეების კონტროლის შესახებ შემუშავებული კანონპროექტი. თქვენს ანგარიში, რომელიც პარლამენტის წინაშე წარმოადგინეთ, აქ აღნიშნულია, რომ დაიგეგმა კონსულტაციები და ასე შემდგომ და აი კონკრეტულად ეს მაინტერესებს ვინ არიან ეს დაინტერესებული მხარეები, რომელი უწყებები არის ჩართული და როდის იგეგმება უწყებაჩორისი კონსულტაციები. ეს ერთი. მეორე კანონპროექტს ეხება, რომელიც შემუშავდა ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოს ფარგლებში და ამ ეტაპზე მაინტერესებს სად ვართ, როდის იგეგმება, უშუალოდ როდის იგეგმება ამ კანონპროექტის განხილვების დაწყება. მესამე საკითხი სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტს ეხება, ესეც უპირველეს ყოვლისა როდის იგეგმება ამის დაწყება ამ პროცესის უკვე საკანონმდებლო ნაწილში და თქვენ ასევე გქონდათ აღნიშნული, რომ დეპარტამენტის შესაბამის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც უშუალოდ მინერალური რესურსების პოლიტიკას განსაზღვრავს და როდის იგეგმება ამ დეპარტამენტის დაკომპლექტება, სრულად ამუშავება, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ დეპარტამენტის ამუშავება ამ კანონპროექტის სრულად განხორციელებას. და ბოლო კითხვა, თქვენ ახსენეთ რამდენიმე საკითხი, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარეობს, სხვადასხვა თემა იყო საუბარი ხმარებიდან ამოღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვაზე და ასე შემდგომ. აქაც რო გითხრათ თუ შეიძლება, თუ უკვე არის ეს ინფორმაცია, თუ გაქვთ, როდის გეგმავთ ამ პროცესის უკვე ფინალურ ეტაპზე გადასვლას. მესმის რომ არის კანონპროექტი, მაგრამ ბოლომდე როდის ვაპირებთ ამ პროცესების დაწყებას, იმიტომ რომ რაღაც ვადები გარკვეული წლების წინ იყო დადგენილი, გაუშვეს ვადები მთელი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ეხლა სად ვართ, როდის ვაპირებთ ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას. მადლობა. ბატონ ზურაბ, ხარ დავაგროვოთ კითხვები, როგორ გირჩევნიათ? კი ბატონო. კი ბატონო. დიდი მადლობა ამ შეკითხვებისთვის. ესე იგი, პირველ რიგში მასშტაბური ავარიების კანონპროექტის თაობაზე მოგახსენებთ, რომ დღესდღეობით ინსტიტუციონალურად მუშაობა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე მიმდინარეობს თვითონ სამინისტროს სისტემის ფარგლებში. ჩართულები არის ჩვენი გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა სიპები, რომელიც მოქმედებს სამინისტროს სისტემაში, ასევე პოლიტიკის დეპარტამენტები, რომელიც ცენტრალურ აპარატს მიეკუთვნება. ასევე ჩართულია მთელი რიგი სხვა ქვედანაყოფი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მონიტორინგს, კონტროლს, სამართალდარღვევათა ნაწილზე მუშაობას და ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიებით ამ პროცესის უზრუნველყოფას. ამ ნაწილში სამუშაო უკვე დასმით ფაზაში შედის, შემდგომ ჩვენ გადავალთ უკვე ჩვენ სამთავრობო დაწესებულებებთან კოოპერაციის რეჟიმზე, აქ ბუნებრივად ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა შესაბამის უწყებები, რომელთა მმართველობის სფეროსთან ეს საკითხი შეიძლება იყოს კორელაციაში. პროცესის დასრულების და პროექტის დამუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდება მის წარდგენა მთავრობის წინაშე. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო წლის მეორე ნახევრის ამოცანად შეიძლება დავასახელოთ. ქიმიური უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ამ ნაწილშიც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ესეც წლის მეორე ნახევარში შეიძლება იყოს მოტანილი დასრულებული პროექტის სახით. სამთო მრეწველობის ნარჩენების მართვის თვალსაზრისით თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატის შემადგენლობაში არის მინერალური რესურსების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის დაკომპლექტებაზე ახლაც გრძელდება მუშაობა, გვჭირდება კვალიფიციური კადრები იმისათვის, რომ ამ დეპარტამენტმა სრული შესაძლებლობით შეძლოს თავის ფუნქციების შესრულება. ყოველ შემთხვევაში
ეს თემა არის ძალიან აქტუალური. ჩვენს თემაში მოქმედებს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო. ამ სააგენტოსთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი მიდგომების დანერგვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით და ვფიქრობთ, რომ კომპლექსურად ამ საკითხების დამუშავების შედეგად შევძლებთ უკვე გამოქვემდებარე და საკანონმდებლო ბაზის განვითარებას. რამოდენიმე პროექტი მე ვფიქრობ, რომ 2026 წლის განმავლობაში უკვე მზად იქნება და წარმოგიდგენთ. ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე გამოქვემდებარე აქტების მხრივ მე მოგახსენეთ გამოსვლის დროს ამ მხრივ აი იგივე შეფუთვის რეგლამენტი ან ზოგიერთი სხვა პროექტი სამუშაო ვერსიის დონეზე დასრულებულია სამინისტროში და მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები როგორც სამეწარმოო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე გარეუწყებებთან იმისაც რომ გავლენა სექტორზე იქნოს სწორად შეფასებული და გარდა გამოქვემდებარე აქტის გამოცემისა ამას პარალელურად მოყვეს სათანადო ღონისძიებები მისი აღსრულების თვალსაზრისით. ეს ღონისძიებები მოითხოვს დაფინანსებას, ეს ღონისძიებები მოითხოვს ასევე ორგანიზაციულ მზადყოფნას და გვინდა რომ ეს კომპლექსურად იქნას შესრულებული. რამოდენიმე ღია საკითხია ამ ნაწილში, რომელსაც ჩავხურავთ ალბათ წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. ეს არის ძირითადად ჩემი მოხსენება ამ კითხვებზე. დიდი მადლობა. კითხვები ხომ არა გვაქვს? და მე მეც მექნება კითხვები. მოგესალმებით, მადლობა ანგარიშის წარდგენისთვის. ბატონო ზურაბ, რამდენიმე კითხვა მექნება. პირველ რიგში ჰაერთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ სადგურები, ამ სადგურებთან დაკავშირებით ორ კონკრეტულ სადგურის მონაცემი მინდა გითხრათ რუსთავში მდებარე, რომელიც ერთი მდებარეობს მეგობრობის გამზირზე, რომელმაც 251 დღიდან 251 დღე აჩვენა ცუდი ჰაერი და მეორე სადგური, რომელიც მდებარეობს ბათუმის ქუჩაზე, რუსთავში ასევე, რომელმაც 288 დღე აჩვენა ცუდი ჰაერი. სავარაუდოდ ერთი და იგივე სადგურებზე ვსაუბრობთ. ამ მიმართულებით თუ იგეგმება რაიმე რუსთავში, რომ გაუჯობესდეს ეს მონაცემი, იმიტომ რომ 288 დღე საკმაოდ ძიმე მონაცემია დღეების რაოდენობისთვის. ასევე ჭიათურასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე კონკრეტულად შემუშავებული სამომავლოდ, ასევე მაინტერესებს ნაგავსაღებლებთან დაკავშირებით თუ იგეგმება მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში რაიმე ტიპის ცვლილება ან ინიციატივა, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში ნაგავსაყრელების შექმნას დაუკავშირდება. პლასტმასთან დაკავშირებითაც მაქვს კითხვები, პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელსაც საკმაოდ დიდი რეზონანსიც მოყვა. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში პლასტმასის ბოთლები სრულად აკრძალული არ არის. 2029 წლისთვის ძირითადად ევროკავშირის შემავალ ქვეყნებს ვალდებულება აქვთ აღებული, რომ პლასტმასის ბოთლების 90%-ს გადაამუშავებენ. ამ მიმართულებით, აი ნარჩენების მართვის მიმართულებით და ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ხო არ იგეგმება ასევე რაიმე ტიპის ცვლილება ან უფრო მოქნილი მექანიზმი, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის. მადლობა. დიდი მადლობა. კიდე კითხვები ხომ არ არის? გთხოვთ ბატონ ზურა უპასუხოთ. მადლობა შეკითხვებისთვის. რაც შეეხება რუსთავში, ჭიათურაში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებს, ზუსტად ესე იგი აბსოლუტურად დეტალურ ანგარიშს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ წარმოგიდგენთ დღეს, მაგრამ აუცილებლად ეს მოვინიშნეთ და დამატებითი ინფორმაციის სახით მოგეწოდებათ. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედებს რამოდენიმე პარალელური მონიტორინგის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, განსაკუთრებულად ეს არის ფოკუსირებული იმ ზონებზე, სადაც სამრეწველო გაფრქვევები შეიძლება იყოს, ან სადაც გამორჩეულად მძიმე მდგომარეობა შეიძლება ფიქსირდებოდეს. არის საწარმოთა თვითმონიტორინგის სისტემა, არის ცალკე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მაჩვენებლების შესწავლა. ჩვენ მქონდა უახლოეს გასულ პერიოდში მთელი სერია შეხვედრების და თანამშრომლობის მიმართულების შერჩევა, როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე სხვა უწყებებთან, მათ შორის დიდი მადლობა
პარლამენტის დარგობრივ კომიტეტს, რომელთან ერთადაც იქნა ამ თემაზე ფოკუსირებული განხილვები ჩატარებული. ღონისძიებები, რომელიც ტარდება, არის დამატებითი გაზომვები, ინდიკატორული გაზომვები, ასევე ინსპექტირება სამრეწველო საწარმოებში და გეგმაზომიერი, ესე იგი, კვლევები იმისაც, რომ ჰაერის ხარისხის დამბინძურების წყაროები იქნეს მოძიებული. ამ მიმართულებით მუშაობს გეზდეს დეპარტამენტი, გვაქვს ფაქტები, როდესაც გარკვეული დარღვევები გამოვლინდება და ამაზე რეაგირება არის განხორციელებული. ამ თქვენს მიერ ნახსენებ სტატისტიკასთან დაკავშირებით მე შესაბამის კომპეტენტურ სააგენტოსთან გადამოწმებას ვითხოვდა, დამატებით ინფორმაციას მოგაწოდებთ. რაც შეეხება ნაგავსაყრელების მხრივ ჩვენ შემდგომ სტრატეგიას, ესაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენი სამინისტროსთვის და შეტანილია სტრატეგიულ გეგმებში, ასახულია ჩვენ საფინანსო დოკუმენტებშიდაც ამ საკითხების მხრივ ხარდაჭერი ზომები, კერძოდ ამოცანა მდგომარეობს მომდევნო წლების განმავლობაში მოძველებული და გადავსებული ძველი ტიპის აბსოლუტურად მიუღებელია ნაგავსაყრელების ეტაპობრივი კონსერვაცია, ჩანაცვლება. ამ პერიოდში მიმდინარეობს გეგმაზომიერად ძველი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის სამუშაოები, იმისაც რომ ამ ნაგავსაყრელებზე შეიქმნას ელემენტარული სამუშაო პირობები, ასევე გაფართოვდეს მათი ტერიტორია და მათი მოცულობა გარდამავალ პერიოდში გაიზარდოს და პარალელურად მუშაობთ იმაზე, რომ გაიხსნას ახალი ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელები. პირველი ასეთი პროექტი განხორციელდა ქვემო ქართლის რეგიონში, როდესაც ვლაპარაკობთ ნაგავსაყრელზე, სინამდვილეში ეს მოიცავს დღევანდელი გაგებით მთელ კომპლექსს, რომელიც არის მთავარი ნაგავსაყრელი და ასევე გადამტვირთავი პუნქტები. ყველა ეს პროექტი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მეშვეობით, ჩვენი უცხოელი დონორების მხარდაჭერით და შემდგომი პროექტები დაგეგმილია და დაწყებულია უკვე დასავლეთ საქართველოში, ეს არის სამეგრელოს და სვანეთის ზონა და მომდევნო პროექტები იგეგმება სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, იმერეთში. ერთ-ერთი საწყისი ეტაპი ახალ ნაგავსაყრელებზე სამუშაოს დაგემარებისთვის გახლავთ ლოკაციების შერჩევა, რაც ძალიან მტკივნეული თემაა, ამიტომ ამ საკითხებზე ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ტერიტორიების გამოყენებას, სადაც ისტორიული ნაგავსაყრელები მდებარეობდა. და ბოლო საკითხი პლასმასის ბოთლებთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით მთავრობა მიიღო ბოლო პერიოდში რამოდენიმე აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ეტაპობრივად ამ ტიპის ნარჩენების შემცირებას. ინტერესი დასაცავი ინტერესი გახლავთ ორგვარი, ერთი არის გარემოს დაცვა და მეორე არის ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა. პლასმასის ბოთლებთან დაკავშირებითაც ანალოგიური ეტაპობრივი მიდგომა განხორციელებული, ჩვენ მუშაობთ კერძო სექტორთანაც, იმისაც რომ ალტერნატიული, ასე ვთქვათ, შეფუთვა იქნეს გამოყენებული, უკვე ხდება მაღაზიებში მაგალითად რამოდენიმე ვარიანტი, იგივე სასმელი წყლის შეფუთვის, დაწყებული თუნუქით და დამთავრებული, ესე იგი, მუყაოთი. ეს პოლიტიკა გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს იმ ამოცანაში, რომელიც გახლავთ ამ ტიპის ნარჩენების მოცულობითი შემცირება და ბიზნესისთვის დამატებითი სტიმულების გაჩენა, იმისაც რომ რეციკლირება, განახლება და ასე ვთქვათ, უფრო მწვანე ეკონომიკისკენ გადასვლა იქნეს მოხერხებული. აი ეს გახლავთ ძირითადად ჩემი პასუხები. მადლობა ბატონ ზურა. ბატონ ლექსო, გთხოვთ. მადლობა, მეც გამოვხმაურები კოლეგის დასმულ კითხვას, იმასთან დაკავშირებით რუსთავის ჰაერის მართვის გეგმასთან დაკავშირებით, მეც ასე ვთქვათ, შეგეშველებით და უპასუხებლად არსებობს ამ სამინისტროს გააჩნია ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა.
ეხლა მეორე საკითხი არის, რომ ამ გეგმის როგორ აღსრულება მიმდინარეობს, თქვენ ახსენეთ იქ სტატისტიკა, კოლეგამაც ახსენა სტატისტიკა, ნამდვილად ეგრე არის, საკმაოდ ცხელი წერტილია და მე ვფიქრობ, რომ სამინისტროს ყოველ ანგარიში რუსთავი და მსგავსი ინდუსტრიული დასახლებები მუდმივად უფრო მეტად ყურადღების აქცენტის მაღალი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები დეპუტატები, ქალბატონი მაიაც რუსთავთან დაკავშირებით ჰაერის მართვის პრობლემასთან დაკავშირებით კომპლექსური არის და მრავალი საკითხისგან შედგება ეგ პრობლემა. ჩვენ სამინისტროშიც ჰქონდა ბიზნესთან შეხვედრა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მაგრამ სტატისტიკაც გვაქვს ჩვენ ჯარიმების და გვაქვს ასევე მონიტორინგის სისტემა. და ვფიქრობ, რომ სამინისტრო უკვე დრო არის, რომ გადავიდეს უფრო ქმედით ნაწილზე, სადღაც აღარ მუშაობს ის ჯარიმა, სადღაც საკანონმდებლო ცვლილებაც არის შესატანი, იმიტომ რომ ძალიან სტატისტიკით ჩვენ უკვე თავს, ასე ვთქვათ, ვეღარ გავდივართ ფონს და ვფიქრობ, რომ მეტი აქტიურობა გთხოვთ სამინისტროს, იმიტომ რომ ჩვენ საუბარ გვაქვს, არაერთი შეხვედრა იყო ქალბატონი მაიას ინიციატივით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკმაოდ აქტიურია და ჩვენ სტატისტიკას მოსახლეობას ვერ ვანახებთ რა. იქ კომპლექსური იქ არის ახლა კიდევ და როგორც ეკონომიკა იმატებს, ასე ვთქვათ, ეს მოძველებული საწარმოებიც ვეღარ უძლებენ იმას, რომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ახლა რაღაცა ოქროშუალედი ვნახოთ და ჩვენ არაერთხელ მოგვმართეთ სამინისტროს ადეპუტატო კითხვითაც და ვფიქრობ, მეტი გააქტიურება სამინისტროს, რომ გადასცეთ მინისტრსაც და პრემიერის დონეზეც ჩვენ გქონდა არაერთხელ ამაზე აქცენტირება და ვითხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ რეაგირებას სამინისტროსგან. დიდი მადლობა. გთხოვთ, ბატონ გიორგი. მადლობა ბატონ ზურაბ ანგარიშისთვის. გამონაბოლქვის საკითხს მინდა შევეხო. კონკრეტულად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქს თქვენ შეეხეთ, მაგრამ ნაწილობრივ და მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა. თავის დროზე გვახსოვს ყველას ალბათ 2023 წელს თუ არ ვცდები, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეითავსა თუ სწორად ვამბობ ამ ფრაზას ფუნქცია კონტროლისა, გამონაბოლქვის კონტროლისა, ხო? ანუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების. ანუ ვიზუალურ კონტროლს გულისხმობთ. კი ბატონო, 4 ქალაქზე იყო საუბარი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, თუ არ მეშლება და 10 ეკიპაჟი გამოიყო ამისთვის. შესაბამისი ტრენინგით და შესაბამისი ეკიპირებით, ხელსაწყოების შეძენით და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა იყო ევროკავშირთან და ასოცირებისკენ გადადგმული ძალიან სწორი ნაბიჯი, მისასალმებელი ნაბიჯი, რასაც უნდა მოეტანა ზოგადად გამკაცრებული კონტროლი გამონაბოლქვის. ეხლა დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც შემოგაქვთ თქვენ ოცნებას ახალი კანონპროექტი, რომლის мотиваცია ყოველ შემთხვევაში გაცხადებული ოფიციალური мотиваცია არის ის, რომ ეკოლოგიის გაუმჯობესების, ანუ გამონაბოლქვის მათ შორის კონტროლის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში იგრძალება გასაგებია დაკორექტირდა ეს და გადაიზარდა უკვე გაცილებით მაღალ ტარიფის დაწესებაში, რაც ფაქტობრივად აკრძალვას ნიშნავს 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანა, რაც ძალიან დიდ ნაწილს ჩვენი მოქალაქეების აწუხებს, ახლა აღარ შევალ. ამ დეტალებში კითხვას ჩამოვაყალიბებ, ფორმულირებას მოვახდენ შემდეგი სახით. და თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენს უწყებაში შედის ეს დეპარტამენტი, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი, რამდენად შეძლო ზოგადად ამ დეპარტამენტმა 2023 წლის შემდეგ ეფექტურად განეხორციელებინა გამონაბოლქვის კონტროლი, თუ ეს შეძლო, მაშინ რატომ გახდა აუცილებლობა ამ მიზნით და ამ мотиваციით 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვის, თუ შეძლო და თუ ვერ შეძლო, მაშინ იქნებ ესეც განგვიმარტოთ, რა იყო ამის მიზეზები. და კიდე ბოლო კითხვა მექნება, თქვენ როგორც ამ დარგის სპეციალისტ, ზოგადად რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების მიერ პოტენციურად პირდაპირ ზიანის მიყენება გარემოსთვის, ეკოლოგიისთვის და რამდენად არის ეს ერთადერთი კრიტერიუმი, თუ არა ერთერთი კრიტერიუმი იმისა, რომ ჩვენ ვიზრუნოთ გარემოს დაცვას. ბატონ გიორგი,
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესოა კითხვა და ბატონ ზურაბსაც მინდა უთხრა. დღეს ჩვენ აქ მეტწილად ამ კომიტეტის თომაზე ვისაუბრეთ არა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ მოვისმინეთ ერთის მხრივ სამინისტროს ანგარიში ალაგ-ალაგ ასოცირების ხელშეკრულებას და შესაბამისად კითხვებიც ნაწილი ეხებოდა ასოცირების ხელშეკრულებას, ახლა გადავედით უკვე როგორც პლასტიკზე ბატონ ზურაბის პასუხებით და კითხვებიც გადადის უკვე ისე დეტალებზე, რომელზეც გვპირდებით, რომ მე ცალკე კომიტეტის ხდომას მოვიწვევ, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა კომპონენტზე გვექნება ჩვენს ასე თქვა შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ. მათ შორის იმაზე თუ რა გაკეთდა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როდესაც ჩვენ როგორც დიზელში, ასევე ბენზინში ეტაპობრივად დაუახლოვეთ ევრო 5 სტანდარტებს, ასე ვთქვათ, ის საწვავი, რომელიც საქართველოში იყიდება და ამაზეც კონტროლი მიმდინარეობს, ასევე მანქანის ტექნიკური მახასიათებლები, რომელზედაც გასულ წელს იყო თუ ერთი წლის წინ, როდესაც გარკვეული ცვლილებები შევიდა მთავრობის აქტებში. ასევე ძალიან საინტერესო საკითხი დასვით, რაც ჩვენი კომიტეტის ფარგლებში არსებობდა სამუშაო ჯგუფი HR-ზე მომუშავე, რომლის ფარგლებში იქნა ეს კანონპროექტი მომზადებული, რამაც ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი უზრუნველყო, რასაც ხაზს უსვამ, რომ ეს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება ბუნებრივია ვერ იქნებოდა, ეს არის ის, რაც ჩვენივე ვალდებულებაა, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და გარემო, ასე ვთქვათ, ნორმალურ მდგომარეობაში ვიქონიოთ, ისევე როგორც ტექნოლოგიების კუთხით, სწორედ კომიტეტის ჩართულობით და ინიციატივით გაიზარდა განმეორებითი, ასე ვთქვათ, დადგინდა განმეორებითი ჯარიმები. საკითხი ძალიან საინტერესოა, ბატონმა ლექსომ რაც თქვა, საწარმოთა გამონაბოლქვის საკითხი, 83 საწარმოთო 93 ზუსტად არ მახსოვს, რომელიც განსაკუთრებული გამონაბოლქვით გამოირჩევა და გეგმა გრაფიკი აქვს მათ შეთანხმებული და შესასრულებელი აქვს ვალდებულება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვირდებით, რომ იქით თვეს ჩვენ კიდე ჩავატარებთ, იქისთვის ბოლოს კომიტეტის თომას აუცილებლად ჩავატარებთ და სა დეტალურად განვიხილავთ. ახლა მინდა გთხოვოთ, მეც მაქვს კითხვები უშუალოდ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებზე. მე დასაწყისში ვთქვი, რომ ასოცირების ხელშეკრულებას აქვს ორი დიდი თავი. ერთი ეხება გარემოს თვალსაზრისით, მეორე კლიმატის ცვლილებას. დირექტივები, რომელიც ტრანსპოზიცია ჩვენ გავაკეთეთ აქამდე, ამ დირექტივებით მივიღეთ 8 სრულიად ახალი კანონი. ასევე ბევრი კანონქვემდებარე აქტი. მე ახლა მინდა ბატონ ზურაბს მიმართო კონცენტრირდე, არა სამინისტროს საქმიანობის ანგარიშზე, არამედ კონცენტრირდე იმ სამართლებრივ აქტებზე, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის განსახილველი, რომელსაც ჩვენ ველოდებით, ზოგ მათგანს უკვე ველოდებით 5 წელია, 6 წელია. ამის თაობაზე მინდა მეტი ინფორმაცია მივიღო, რაზედაც ჩვენ სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა წერილობითაც. ამასთან მოგახსენებთ, რომ წინამოწვევის პარლამენტში ჩვენ დავიწყეთ ბიომრავალფეროვნების კანონპროექტის, ანუ გარემოს დაცვის ნაწილში და ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის გარდა ნადირობისა, რა თქმა უნდა, რომელიც არ არის მანდა მაინც ასოცირების ვალდებულება, ეს არის ბიომრავალფეროვნების ახალი კანონის მიღება და წითელი ნუსხისა და წითელი სიის განახლება, რაზედაც დაახლოებით 6 წელია სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს. და ჩვენ მქონდა გარკვეული შენიშვნები და ახლა ველოდებით, რომ ხელახლა შემოbrunდება კანონპროექტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხი ამ კანონპროექტმა, ახალმა კანონმა უნდა დაარეგულიროს. არის კიდე როგორც რაც იკითხა ბატონმა ლევანმა, დიდი ავარიების კანონი, ქიმიური ნივთიერებების ნაერთების კანონი, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რომელმაც უნდა განსაზღვროს პროდუქტში ქიმიური ნივთიერებების დასშვებადობა და ის პროდუქტები, რომელიც მათ შორის შეფუთვის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს. ასევე წიაღისეული ნარჩენები კანონპროექტი, რომელიც მუშავდება დაახლოებით 7 წელია. ანუ ეს ის კანონპროექტებია, რომელთა მიღება ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გვევალება, მაგრამ აქ ხაზს გავუსვამ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებას შევასრულოთ და დავუშვათ რაღაც დავაპლიუსოთ, მაგრამ აქ არის სისტემური მიდგომის გაუმჯობესება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ჩვენ კვლავ გავაგრძელოთ კანონმდებლობის სწორი ფორმირება. ამ კანონპროექტებზე მინდა მოვისმინო დამატებითი ინფორმაცია, ისევე როგორც თქვენ ახსენეთ შეფუთვის ნარჩენები, შეგახსენებთ 2015 წელს მივიღეთ ჩვენ ნარჩენების მართვის კოდექსი და 2019 წელს ჰქონდა მისაღები შეფუთვის ნარჩენების დადგენილება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნაგავსაყრელებსთან, მათ რაოდენობასთან, მათ ასე ვთქვათ, საოპერაციო და კაპიტალურ ხარჯებთან და მათ მიერ დაკავებულ ფართობთან, ისევე როგორც სეპაირების ვალდებულებასთან მოსახლეობის. ამასთან დაკავშირებითაც მინდა ბატონ ზურაბ გკითხოთ, იმიტომ რომ შეფუთვის ნარჩენებთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ის პროექტი, რომელიც 2019 წელს იქნა მომზადა მათ შორის თბილისის მერიის ჩართულობით, ეს ბოლო მიმდინარეობა როგორია, რა არის
ასე ვთქვათ, ხედვა, დაიწყება სეპარირება მოსახლეობაში, ბიზნესში თუ როგორ ვაპირებთ ამ საკითხზე გადასვლას, თქვენ ბრძანეთ, რომ ბიზნესთან გვაქვს ურთიერთობები და ჩვენს გვაინტერესებს. ცოტა ბევრი გამომივიდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ 4 კანონით შემოვიფარგლებით და ერთ თავრობის დადგენილებასთან მიმართებით დამატებით გვიპასუხოთ, ისევე როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ბოლო წლებში ჩვენ მივიღეთ როგორც ასრებს ხელშეკრულების ვალდებულება, ემისიების ახალი კანონი და წყლის რესურსების მართვის კანონი. ამ კანონების ამოქმედება უახლოეს თვეებში არის სავალდებულო, ხომ არ გეგმავთ, ანუ მზად არის თუ არა კანონქვემდებარე აქტები და ხომ არ იგეგმება ამ კანონპროექტების ამოქმედების ვადის გადავადება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ კაპიტან მაია. ვეცდები გიპასუხოთ თანდელულად ამ შეკითხვებზე. ესე იგი, პირველ რიგში პერიოდულად ანგარიშგების ფარგლებში ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენ ინფორმაციას პროექტებზე მუშაობის სტატუსის თაობაზე, იგულისხმება საკანონმდებლო აქტების და მიღებულ კანონებიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების შემუშავების მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციაც. ამიტომ ალბათ დამატებითი კონსულტაციები გვექნება ჩასწერებელი, სადაც ჩვენი დარგობრივი სამსახურებიც იქნებიან წარმოდგენილი და შევძლებთ უფრო მეტი დეტალებით მოგახსენოთ იმის თაობაზე, თუ რა ტექნიკურ სირთულეებთან ან პროცედურულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ზოგიერთი ნორმატიული აქტის პროექტის ან შემუშავება, საექსპერტო დახმარება გვესაჭიროება ან იმპლემენტაციასთან დაკავშირებით რა რისკებს ხედავთ. რაც შეეხება ბიომრავალფეროვნების კანონპროექტს, ეს კანონპროექტი წარმოდგენილი იყო პარლამენტში, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მხრიდან ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი მოსაზრებისა ამ პროექტის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მის ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ეს კანონპროექტი გაწეული იქნეს და დამუშავდეს საბოლოო სახით შემდგომი წარმოდგენის მიზნით. ეს კანონპროექტი მათ შორის შეეხება ზუმუხტის ქსელის ესე იგი ქსელთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას და მოიცავს მთელ რიგ ზუმუხტის ქსელზე შეფასების საკითხებს, რაც აუცილებლად საჭიროებს დამატებით დახვეწას ჩვენ მხრიდან და ინტეგრაციას არსებული გარემოზე ზემოქმედების სისტემასთან. ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის გადამუშავებული სახით თქვენთვის წარმოდგენას და მსჯელობის გაგრძელებას. ბუნებრივია, ამაზე არის მიმული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის წითელი ნუსხა, წითელი სია და ის მოძველებული ჩამონათვალი მოგვეცემა საშუალება, რომ განვაახლოთ. შეფუთვის ნარჩენების დადგენებებთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენეთ, პროექტი მზად არის, დასკვნით ფაზაშია იმისაც, რომ ინიცირებული იქნეს და მე ვფიქრობ, რომ უკვე აი ამ გაზაფხულის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის წარმოდგენას. კომიტეტის მხრიდან იყო მიღებული მთელი რიგი გადაწყდა ბატონ ზურაბ სეპაირების ვალდებულებას, როგორ თუ ესეც დასამუშავებელი იქნება. აქ არის მთელი საკითხების, რომელიც მუნიციპალიტეტთან ერთად არის შესადგენი. თქვენგან მიღებული წინადადები ასევე განხილული იქნა და დამატებით მსჯელობის საგანი იქნება სამინისტროში და ამის საფუძველზე მე ვფიქრობ, რომ ისეთი პროექტი იქნება შეთავაზებული, რომელიც ერთი მხრივ შესაძლებლობას მოგცევს ეფექტურად მართოთ შეფუთვის ნარჩენები და მეორე მხრივ შევამციროთ ის წნეხი, რომელიც რისკ ფაქტორად განიხილება განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ადაპტაციის კუთხით. ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების პროექტიც არის შედგენილი, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ინიცირებული, წინასწარი კონსულტაციებიც იქნება ჩატარებული ყველა დაინტერესებულ სტრუქტურასთან და ამ მხრივ ჩვენ შევძლებთ ერთი მიმართულებით, ესე იგი მიმსჯელოთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძლიერებას და დახვეწაზე და მეორე მხრივ მიმსჯელოთ იმ სახეცვლილებებზე, რომელსაც სისტემურად სამინისტრო ფიქრობს შემოგთავაზოთ ნარჩენების მართვის
გეგმების შედგენის, ასევე ნარჩენების მართვის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების კუთხით. ემისიების და წყლის კანონებიდან გამომდინარე, კანონქვემდებური ბაზის განვითარება ჩვენ პროექტების დიდი ნაწილი უკვე შემუშავებული გვაქვს და მთავრობის მიმართ წარდგენის პროცესი დაწყებულია. წყლის კანონიდან გამომდინარე ვალდებულებებთან დაკავშირებით წარმოიქმნა გარკვეული სირთულეები და მუშაობა საკითხი, რომ გარკვეული ვალდებულებების გადავადება იქნეს მოთხოვნილი პარლამენტის მხრიდან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დაგმილიყო წლევანდელი წლისთვის, მათი შედგენა არ მოხდება, ან დამტკიცება არ მოხდება, პირიქით, მათი დიდი ნაწილი უკვე შედგენილია. უბრალოდ მიზანსწორად თვლით, წარმოგიდგენოთ გეგმა ეტაპობრივად ამ კანონის ამოქმედების და უკვე 26 წელს ჩვენ ნაწილი კანონქვემდებარე აქტების მიღებასაც შევძლებთ და მათ ადაპტაციასაც პრაქტიკაში. ეს პროექტი, როგორც მოგახსენეთ, ნედლი სამუშაო ვერსიის სახით არსებობს ახლა სამინისტროში, როგორც კი დასრულდება მასზე მუშაობა უახლოეს პერიოდში შევთანხმდებით თქვენთანაც. ეს გახლავთ ძირითადად რაც შემიძლია მოგახსენოთ ახლა ამ ეტაპზე. მადლობა ბატონო ზურაბ. ჩვენ კომიტეტთან დამატებითი კითხვები ხო არა გქონდა კომენტარები? კარგით. მაშინ თქვენს ნებართვით ჩვენი კომიტეტი ცნობად მიიღებს თუ შეიძლება დამიდასტუროთ ეს ინფორმაცია. მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ. გარემოსდაცვის კომიტეტის წევრებსაც ვთხოვროთ, ცნობად მივიღოთ წარმოდგენილი ანგარიში. დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის გაერთობლივი კომიტეტის ხტომა დასრულებულია. მადლობა ყველას.